თვითონ დეფინიცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობას იცით როგორი დეფინიციაა? რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა. მეტი უკეთესი კავშირი არ არსებობს. ეს არ არის მარტივი კავშირი, უკავშირი, ერთის მხრივ არის მე რომ პირიქით ან დავიწყო რეპროდუქციული პრობლემები და როდესაც ადამიანს აქვს ამა თუ იმ ტიპის რეპროდუქციული ჰორმონალური აშვილოსნობის პრობლემა, ეს თავისთავად არის სტრეს ფაქტორი და ხშირ შემთხვევაში მეორადად აგენერირებს, ხელს უწყობს ამა თუ იმ სახის მენტალური პრობლემების წარმოქმნას და მეორე მხრივ, თვითონ პირველადად არსებული მენტალური პრობლემები ძალიან ხშირად ხელს უშლის სრულად და სწორად ფუნქციონირებას. გეთანხმებით სრულად. თავის ტვინში არის ესეთი ჯადოსნური ადგილი. 32 წყვილი ბირთვი, 4 გრამი ანატომიური საზღვრების გარეშე, ჰიპოთალამუსი, რომელიც განაგებს პრაქტიკულად ყველაფერს. შიფშილი, დანაყრება, სქესობრივი ფუნქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, თბორეგულაცია, გულსისწრაფთა სისტემა, რესპირაცია, ყველაფერს. მათ შორის იმ ღერდს, რაც რეპროდუქციული ფუნქციის ცხოველმოქმედების საფუძველია. ჰიპოთალამუსი, სამიზნე ორგანო და გონადა. ეს კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღერდში რაც ხდება, ეს იქნება პირველადი დისფუნქცია აქ და მეორადად გამოწვეული დარღვევა თუ დარღვევის ფონზე აღმოცენებული, ხო სეროტონინერგიული, დოფამინერგიული გზები, თქვენი გზებიც არის. ჩვენი გზებიც არის. ისინი ურირებენ გონადებში, მამაკაცებში, სათესლეჯირკვლებში, ქალებში, საკვერცხეებში ერთ ფუნქციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასქესო უჯრედების განვითარება, გამეტოგენეზი, ეგრეთ წოდებული პროცესი და მეორე სასქესო სტეროიდების სინთეზი. ისინიც ერთმანეთთან კავშირშია და როდესაც ეს არ ხდება, რაღაცა გარკვეული მიზეზი აქვს, ეს თავისთავად სტრესორია და მერე უკვე იქმნება მექანიზმი, სადაც პირველადობის დაჭერა ძალიან ძნელია, სადაც ორივე საჭირო ვართ, თქვენც და ჩვენც. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოდკასტში, როცა კლინიკა იკეტება, სივრცეში, სადაც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ხშირად უჩინარი საკითხები ხმამაღლა განიხილება. დღევანდელი გადაცემის თემაა რეპროდუქტოლოგია და მისი უხილავი კავშირები ფსიქიკასთან. სად იკვეთება რეპროდუქტოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა? როგორ მიუდგეთ მენტალურ პრობლემებს, როცა სიმპტომები სხეულში იმალება? ჩვენი დიალოგი იწყება იქ, სადაც სტანდარტული მიდგომები მთავრდება. ჩვენი გადაცემის სტუმარია რეპროდუქტოლოგი პროფესორი მაკა გეგეჭკორი. მაკა, მოგესალმებით. საღამო მშვიდობით. ჩვენს პოდკასტში ძალიან მოხარული ვარ და ბედნიერი რომ გვეწვიეთ ჩვენ და ვიმედოვნებ რომ ძალიან საინტერესო და ჩვენი მსმენელის და მაყურებლისთვის საინტერესო დიალოგი გამოგვივა. დიდი მადლობა მოწვევისთვის, გუგა. ძალიან კარგი წამოწყებაა. მეც სიამოვნებით უყურებ ყველა თქვენ გადაცემას და მეც თქვენსავით ვფიქრობ. ჯერ ესეთი ეს მიანიშნებს, რომ თქვენი საქმე გიყვართ და გინდათ უფრო გააფართოვოთ და კავშირები გქონდეთ სხვადასხვა დისციპლინასთან. მე ამას მაგალითად სხვა ხერხით ვაკეთებ, მულტიდისციპლინარული კონფერენციებით და ეს ხერხიც პოდკასტი, საუბარი, სად იკვეთება ჩვენი გზები, რა გვაქვს საერთო, რაში შეიძლება ერთმანეთს გამოგვადგეთ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. კი, გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ პროფესიულ სივრცეში და მე და თქვენს მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს ესე თანამშრომლობის, საერთო პაციენტების მართვის და საბედნიეროდ ძალიან წარმატებული და კარგი შედეგებით, მაგრამ ასე ექსპერტული შეხვედრების, კონფერენციების შემდეგ, მაგრამ ეს მაინც რჩებოდა ვიწრო წრეში ეკიპებს შორის. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ეს ინფორმაცია, ეს ოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ ზოგადად მოსახლეობას და ვფიქრობ და არა მარტო მოსახლეობას, ასევე ჩვენ კოლეგებს, ექიმებსაც, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან გამოადგებათ მათ იმაში, რომ პრობლემის იდენტიფიცირება უფრო სწორად მოახდინონ და ჩვენ უფრო სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, როდის, სად, ვის მიმართო, რომელ ექიმს და ასევე ექიმებსაც თვითონ კურნალობის პროცესში ზოგადად ძალიან გვეხმარება სწორად ინფორმირებული და გაცნობიერებული პაციენტი. გეთანხმებით სრულად. მით უმეტეს, რომ მართლაც თქვენ ახსენეთ შესავალში, რომ ფარული კავშირები მე ვიტყოდი,
ჩემთვის ძალიან გაცხადებული კავშირებია ჩვენ ორ დარგს შორის ყოველ შემთხვევაში. ერთის მხრივ რეპროდუქციული პრობლემები თქვენი პროფილის პაციენტებში, იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგია ძალიან დელიკატური და ინტიმური ნაწილი არის და ალბათ ეს კვეთა ძალიან ცალსახაა და მეორეს მხრივ რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებში მენტალური პატერნები, რომელიც გაზდევს ხაზივით. მე რომ გრადაცია გავაკეთო, არის ეტაპები ცხოვრების, სადაც პრობლემები იკვეთება, მაგალითად მოზარდობაში. ძალიან ბევრი პრობლემა, ძალიან საინტერესო პერიოდია და უამრავი რამეა დამოკიდებული, სწორად ჩამოყალიბებული რეპროდუქციული ფუნქცია, როგორი მენტალური ბექგრაუნდი აქვს მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან სტრესული პერიოდია. საკუთრივ რეპროდუქციულ ასაკში ძალიან ბევრი პათოლოგია, მაგალითად პრემენსტრუაციული დისფორია, მაგალითად პერიმენოპაუზური დარღვევები, იქაც ძალიან ბევრი რამე იჩენს თავს, სადაც კვეთა გვაქვს. გინეკოლოგიაში მაგალითად სიზღლდენა, ყივილი, ის რაც ცხოვრების ხარისხს აქვეითებს და ადამიანებს ეს ქრონიკული ტყივილის სინდრომი სერიოზულ მენტალურ პრობლემებს უქმნის და რაც მთავარია უნაყოფობა, ხო? იმიტომ რომ გამრავლება, თავისნაირის შექმნა, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. რეპროდუქციული უფლებები და კოდირებული. დიახ, რა მინდა ამით ვთქვა, რომ თვითონ დეფინიცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, იცით როგორი დეფინიცია აქვს? რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური კეთილდღეობა. მეტი უკეთესი კავშირი არ არსებობს. და რადგან რეპროდუქციული ფუნქცია ეს მართლაც ფუნდამენტური ფუნქცია ადამიანის, როცა ამას რაღაც უჭირს ნებისმიერ ადამიანში, ეს ქმნის დამატებით პრობლემებს და თუ ეს დიდხანს იწელება დროში მით უმეტეს. ხო, თქვენ ძალიან საინტერესო ახსენეთ, ეს არ არის მარტივი კავშირი, უკავშირი, ერთის მხრივ არის მე რომ პირიქით დავიწყო რეპროდუქციული პრობლემები და როდესაც ადამიანს აქვს ამათი ტიპის რეპროდუქციული ჰორმონალური აშვილოსნობის პრობლემა, ეს თავისთავად არის სტრეს ფაქტორი და ხშირ შემთხვევაში მეორადად აგენერირებს, ხელს უწყობს ამათი სახის მენტალური პრობლემების წარმოქმნას და მეორე მხრივ, თვითონ პირველადად არსებული მენტალური პრობლემები ძალიან ხშირად ხელს უშლის ადამიანში რეპროდუქციული სრულად და სწორად ფუნქციონირებას. გეთანხმებით სრულად. იმიტომ რომ ეს თქვენ თიცით, მეც, ყველა ექიმაც, მაგრამ ვინც გვისმენს, იმანაც უნდა იცოდეს ალბათ, რომ თავის ტვინში არის ესეთი ჯადოსნური ადგილი. 32 წყვილი ბირთვი. 4 გრამი ანატომიური საზღვრების გარეშე, ჰიპოთალამუსი, რომელიც განაგებს პრაქტიკულად ყველაფერს. შიფშილი, დანაყრება, სქესობრივი ფუნქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, თბორეგულაცია, გულსისწრაფთა სისტემა, რესპირაცია, ყველაფერს. მათ შორის იმ ღერთს, რაც რეპროდუქციული ფუნქციის ცხოველმოქმედების საფუძველია. ჰიპოთალამუსი, სამიზნე ორგანო და გონადა. ეს კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღერთში რაც ხდება, ეს იქნება პირველადი დისფუნქცია აქ და მეორადად გამოწვეული დარღვევა თუ დარღვევის ფონზე აღმოცენებული, ხო სეროტონინერგიული, დოფამინერგიული გზები, თქვენი გზებიც არის. ჩვენი გზებიც არის. ისინი ურირებენ გონადებში, მამაკაცებში, სათესლეჯირკვლებში, ქალებში, საკვერცხეებში ერთ ფუნქციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასქესო უჯრედების განვითარება, გამეტოგენეზი, ეგრეთ წოდებული პროცესი და მეორე სასქესო სტეროიდების სინთეზი. ისინიც ერთმანეთთან კავშირშია და როდესაც ეს არ ხდება, რაღაცა გარკვეული მიზეზი აქვს, ეს თავისთავად სტრესორია და მერე უკვე იქმნება მექანიზმი, სადაც პირველადობის დაჭერა ძალიან ძნელია, სადაც ორივე საჭირო ვართ, თქვენც და ჩვენც. ფსიქიკურ პრობლემა შეუძლია ამ შემთხვევაში რეპროდუქტოლოგიის კონკრეტულად მიმართულებით, რომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, მარტო და სიცხაით შევიტანოთ,
ორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ზიანის მიყენება. დიახ. ერთი ეს არის, სექსოლოგიური მიმართულება, როდესაც შესაძლებელია, რომ სტრესმა გავლენა მოახდინოს, ჩვენს ლიბიდოზე, ან სხვა სექსუალური დისფუნქცია გამოიწვიოს, რაც ასე ვთქვათ, პირდაპირ და არაპირდაპირ ორი მიმართულებით კავშირშია რეპროდუქტოლოგიასა და მეორე მიმართულება ეს არის პირდაპირ ჰორმონალურ სისტემაზე ზეგავლენა, ეს იქნება სათესლე-ჯირკვალი თუ ეს იქნება საკვარცხლები, ხალის შემთხვევაში პირდაპირ შეუძლია ფუნქცია დააქვეითოს, რომელიც ბუნებრივია უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებაზე. დიახ, ესე იგი, რეპროდუქციულ ფუნქციაში რას გულისხმობთ? როდის შედგება, ვთქვათ, განაყოფიერება, ჩასახვა, კვერცხუჯრედი მწიფდება ქალის ორგანიზმში, ეს ხდება ერთი ციკლის განმავლობაში, ამისთვის აუცილებელია, რომ მოხდეს საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება, მომწიფებული ფოლიკულის გასკდომა, ეგრეთ წოდებული ოვულაცია და ყველა ამ პროცესზე, რაც მიმდინარეობს, თავისი წილი ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დონეებია, რაც არეგულირებს ცენტრიდან. ბუნებრივია, რომ როდესაც იქ რაღაცა ტიპის დარღვევაა, მეორადად შეიძლება ოვულაცია არ მოხდეს და შესაბამისად არ არის კვერცხუჯრედი, ვერ მოხდება განაყოფიერება. ანალოგიურად შეიძლება მამაკაცზე გადავათამაშოთ, მაინც ქალის გარშემო ვიტრიალებ, რადგან გინეკოლოგის სფეროა. და როგორც თქვენ ბრძანეთ, როგორც შეიძლება ცენტრი აისახოს პერიფერიაზე დისრეგულაციით, ისე შეიძლება ხანგრძლივმა, თუნდაც სომატურმა დისრეგულაციამ ამ მიმართულებით ღრმა ფსიქოლოგიური დარღვევები გამოიწვიოს, იმიტომ რომ უნაყოფობის ერთ-ერთი ძირეული, რაც შეიძლება თქვენთან პირველადი კავშირი იყოს, დახსასვამს ადამიანს, იმიტომ რომ ის ვერ ასრულებს ამ თავის ფუნდამენტურ ფუნქციას. საერთაშორის გენდერული სხვაობები არსებობს. ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ. მამაკაცისთვის მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ტრამვულია და აი მე მეორე სფეროზე, რასაც თქვენ ამბობდით, სქესობრივ სფეროზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს. მამაკაცი ამ პრობლემაში, პრობლემა ორივეს შეეხება, მაგრამ მამაკაცი ისეთი სოლიდარულია, ეს მე ჩემი პრაქტიკიდან დავაკვირდი, რა თქმა უნდა, თქვენ ამას პროფესიულ ახსნას უფრო მოუძებნით. ისეთი სოლიდარული არ არის, ის იკეტება იმ თავის პრობლემაში და ყველაფერი ურჩევნია ამას, როცა მისი მიზეზით რაღაც ვერ ხდება. ქალი უფრო სოლიდარულია, ის რომ აღმოაჩენს, რომ შეიძლება რამე პარალელური პრობლემა აქვს, უფრო მშვიდდება, უფრო წყვილშია, უფრო შეუძლია, რომ მხარში დაუდგეს. ამით არ ვაკნინებ არც ერთ მხარეს, უბრალოდ დაკვირვებას. ეს არის უბრალოდ აქმა, იმიტომ რომ საერთოდ რაღაცა ბრძოლებში კაცებს სექსუალურ სფეროს ცოტა რაღაცა პიროვნულ და რაღაც შესაძლებლობებთან ასე შემდეგ ასოცირებულია ხოლმე, ამიტომ უშულობა ხშირად ძალიან უტყავს სექსუალურ სფეროს და ლიბიდოს კონტრად დაქვეითებას იწვევს, რაც უკვე ჩაკეტილ წრეს ქმნის, იმიტომ რომ ბუნებრივია თუ ლიბიდო დაქვეითდა რეპროდუქციულ შორის რეპროდუქციული ფუნქციის ჩაკეტილ წრეს ბევრი რამე ქმნის, ასეთ წყვილში, მაგალითად, რომ გაიწელება პროცესი დიდხანს. ან ეხლა საკმაოდ მომრავლდა ასაკოვანი წყვილები, სადაც ისედაც სომატურათაც და ბიოლოგიურათაც და ონტოგენეზურათაც სასქესო უჯრედები და სასქესო გონადები ისე კარგად არ მუშაობენ, როგორც ეს ვთქვათ ახალგაზრდა ასაკში. სადაც ბევრი დრო არა გაქვს და ეს ძალიან სტრესულია, ძალიან სტრესულია. ეს ძალიან ჩვენ მაინც თავის ტვინი როგორც ერთ-ერთი მართველი, ენდოკრინული სისტემის საუბრობდით და უკვე დღევანდელი მოსახლეობა ადამიანები ჩვენ მედიცინაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომით გაცილებით უფრო გათვითცნობიერებულები ვართ და მე მგონი ალბათ ადამიანი არ არსებობს პროლაქტინი, რომ არ იცოდეს ხშირად რა არის და ეს ხშირად პროლაქტინის მატება, ჰიპერპროლაქტინემია ეს ტერმინი, რომელსაც ექიმები ვიყენებთ, ხშირად არის ხოლმე საკმაოდ ტრაგიკულად აღქმული და ზოგჯერ ამ ჰიპერპროლაქტინემიას მე ჩემი კუთხით ვიტყვი, საკმაოდ ბჭყალებში მარტივი მიზეზი აქვს ხოლმე, ეს არის მომატებული სტრესი, იმიტომ რომ
იმდენად სტრესს დამოკიდებული ჰორმონია, რომ გეთანხმებით. ხისიერად წამებში და წუთებში შეიძლება სტრესთან მიმართებაში ტრანზიტორულად შეიძლება შეიცვალოს. მოიმატოს პროლაქტინი. მე მაგალითად თქვათ ადამიანებს, რომელსაც ისეაც მომატებული შფოთვა აქვს და როდესაც თქვათ არის თუნდაც თქვენგან დანიშნული თქვათ რომ პროლაქტინი გაიგურჩევ ხოლმე რომ ანუ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად 7 მდგომარეობაში აიღოს რომ რეალურად ის ლაბორატორიული კვლევის შედეგი გაჩვენოს რაც არის. ერთის მხრივ რა თქმა უნდა გეთანხმებით და მეორეს მხრივ აი ცოტა მკაცრი ლაბორატორიული მოთხოვნა რომ მოდით მშვიდად. არის ნერვიულო ეგეთი რეკომენდაცია არ არსებობს. როცა ეუნები რომ უნდა მოვიდეს მშვიდად, ეს უკვე სტრესია. ის უკვე მშვიდად ვერ არის. იყო დრო გუგა, როდესაც მე როცა ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, პროლაქტინის ასაღებად წვებოდა ხალხი სტაციონარში, ღამის 3 საათზე რომ აეღოთ და ის იყო უფრო დამაჯერებელი. თუმცა იქაც რო გძინავს, შუქს რო აანთებენ, რო გაგეღვიძება, ცოტა რო შეშფოთდები, ნემს რო დაინახავ, ის არ ვიცი რამდენად იყო დამაჯერებელი. დღეს აღარ ითვლება, სხვათა შორის ახლა საღამო ჟამს თუ სამეცნიერო ნაშრომი არ გჭირდება, არ უნდა აიღო ალბათ. დღის პირველი ნახევარი არც განსაკუთრებული მოთხოვნები, აი რატომღაც ჩვენ დარგში არის, რომ აუცილებლად ციკლის მეხუთე დღეს არ არის ესეთი მოთხოვნა. ციკლიურობა და ცირკადულობა პროლაქტინს არ ახასიათებს, მეცაც ვიტყვი, შეიძლება აი პრემენსტრუალური სინდრომის მექანიზმში წამყვანი როლი კონდეს პროლაქტინს, როგორც დისფორიულ სინდრომში და მეორე ფაზაშია სწორედ მომატებული. ასე რომ აი ეს რაღაცა დაკანონება ლაბორატორიული განწყობები მე მგონი რაღაცა ცოტა გადაჭარბებულია და თანამედროვე ხედვა, ევიდენსები და პროტოკოლები, ასე ვთქვათ, ამას ხას არ უსვამს. ამიტომაც აქ შემოდის ინდივიდუალური ფაქტორი, რა თქმა უნდა, რომელიც უფრო მაღლა დგას ხშირ შემთხვევაში, ვიდრე ეს არის სტანდარტული პროტოკოლი, ეს ნიშნავს ანუ ინდივიდუალურ შერჩევას, ანუ კონკრეტულ ადამიანზე უნდა იყოს კვლევაც დანიშნული, იმიტომ რომ ერთი და იგივე კვლევის შედეგი ლაბორატორიულიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს. შეიძლება. და კიდევ რა მინდა, ბარემ პროლაქტინზე ცოტა გლობალურად ვსაუბრობთ და აი პროლაქტინს თუ არ ახლავს არანაირი სიმპტომი. ცეფალგია ძლიერი, თავის ტკივილი, ლაქტორია, ანუ რძის გამოყოფა არალაქტაციურ ქალებში, მკერდის დაჭიმულობა, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში. და ანოვულაცია იმ ქალებში, ვინც მიესწრაფვის დაორსულებას და ანოვულაცია ხშირად ნორმალური და რეგულარული ციკლის პირობებშია და ამას ჩვენ დავადგენთ ხოლმე სპეციფიური კვლევებით, რომ ამ ქალს არა აქვს ოვულაცია. ეს ერთ-ერთი ის პატერნია, რასაც უნდა მიხედო, როცა უნაყოფობაა. აი ასეთ შემთხვევაში ფუნქციური ზომიერი ჰიპერპროლაქტინემია ექვემდებარება თერაპიას. საჭიროებს. ქალს, რომელსაც ციკლის დარღვევა არ აქვს, რეგულარული მენსტრუაცია აქვს, არანაირი სიმპტომი და დიდი დოზით აღებულობს ნეიროტროპულ ან ფსიქოტროპულ მედიკაციას ზოგიერთ მათგანს, რომელსაც ახლავს, იქ შეიძლება ჩარევა საჭირო არ იყოს. ხო. აი აქ ძალიან საინტერესო ნაწილზე გადავედით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი ახდენს საკმაოდ გავლენას პროლაქტინზე, ეს ძირითადად არის ეგრეთ წოდებული ანტიფსიქოზური საშუალებები და მათი ნაწილი იმის გამო რომ ზუსტად იგივე ჰორმონზე მოქმედებს თავის ტვინში, ეს არის დოფამინი, ანუ დოფამინი ასევე მოქმედებს პროლაქტინზე, ხშირად ანუ პროლაქტინის მატებას იწვევენ, თუმცა ადამიანს რომელსაც ჩვენ გვინდა რომ ამ მიმართულებით ანუ ხელი შეუწყოთ და ასე თქვათ ეს გვერდითი ეფექტი არ გამოვიწვიოთ, იქაც არსებობს არჩევანი, ანუ არის მედიკამენტები ამ ჯგუფიდანაც კი, რომლებიც ამ გვერდით ეფექტს ნაკლებს ქმნიან. მაგრამ მე მინდა შევეხო სულ სხვა ჯგუფს, ეს არის ანტიდეპრესანტები, ეს ყოველთვის კარგად ნაცნობი ჯგუფი, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ სახელი უნდა გადაერქვას, იმიტომ რომ ანტიდეპრესანტები 80% შემთხვევაში არადეპრესიული პრობლემების დროს გამოიყენება და მხოლოდ 20%-ში გამოიყენება. ხო, დეპრესიის დროს ეს არის სეროტონინზე მოქმედი, სეროტონის უკმუტაციების ინჰიბიტორები, რომლებიც უფრო ხშირად ხვაჩფოთი პრობლემების დროს გამოიყენება და არა მარტო. და ამ მედიკამენტებს, ანუ
ნუსხაში გვერდითი ეფექტების უწერიათ ანუ პროლაქტინის რაოდენობის გაზრდა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არათუ პროლაქტინს არ ზდიან, არამედ პირიქით აქვეითებენ, იმიტომ რომ თუ ჩვენი მექანიზმს დაუბრუნდებით, რომელზეც თქვენთან საუბრობდით, როდესაც სტრესის გამო ადამიანს ანუ პროლაქტინის რაოდენობა ემატებოდა, შესაბამისად თუ სტრესს მოხსნი, პირიქით პროლაქტინი გასწორდება. ეს არის ამ წამლების შემთხვევაში თუ ის საშუალო ან მაღალი დოზებით გამოიყენება, ისიც საკმაოდ დაბალ პროცენტში, საკმაოდ იშვიათად, ამიტომ თუ ეს პროცესი კონტროლირებადია, თუ დოზები არ არის მაღალი, ანუ პროლაქტინის გამოვლენის ალბათობა უმინიმალურესია. მე კიდევ ერთ რამეს ვახსენებ, როცა პროლაქტინის მაღალი ციფრებია და ეს პაციენტებმაც იციან უკვე, ნევროლოგებიც ამის რეკომენდაციას იძლევიან, ფსიქიატრებიც, ნეიროქირურგებიც, რომ თურქული კეხი შესამოწმებელია, ხომ არ არის იქ სტრუქტურა ადენოჰიპოფიზში, რაც ვთქვათ ავტომატურ სინთეზს იწვევს. თუ ასეთი მაღალი ციფრია თავისთავად, მაგრამ თუ იქ არ დაგხვდა ჩვენ გარკვეული სტრუქტურა და ავტომატიზმი, მაინც მიუხედავად კლინიკური სიმპტომებისა, უნდა დაექვემდებაროს დოფამინერგიულ თერაპიას, იმიტომ რომ აი ეს პროლაქტინის ლაქტოტროპები, ეგრეთ წოდებული უჯრედები, რაც გამოიმუშავებენ აციდოფილური უჯრედები პროლაქტინს, მათ ახასიათებთ ხანგრძლივი პერიფერიიდან წასული სიგნალის გამო მატება, ჰიპერტროფია და შეიძლება დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ადენომა. ასე რომ ამის გაკონტროლება საჭიროა, როგორც ენდოკრინოლოგები აკონტროლებენ ამას, ისე ნევროლოგები, ნეიროქირურგები და მათ შორის ჩვენც. ნუ ჰიპოპროლაქტინემია არ არის ასე ვთქვათ ის პრობლემა, რომელიც უმეტეს კი არა უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ მინიმალური ჩარევით ადვილად არ ექვემდებარება პრობლემის. უფრო ალბათ მნიშვნელოვანი არის რეალურად ის ჩაკეტილი წრე, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომელიც აი რაღაც კვერცხიდან ქათამივით არის ხან აქეთ ხარიდან იწყება, ხან პირიქით მეორე მხრიდან, როდესაც პირველადი სტრესული ფაქტორები შეიძლება გახდეს უშვილობის უნაყოფობის უпростоრად მიზეზი და პირიქით, როდესაც პირველადია უნაყოფობა, ეს იმდენად დიდი სტრესია, რომ ის მერე აგენერირებს უკვე გარკვეულ მენტალურ პრობლემებს და ეს მენტალური პრობლემები კიდევ უკვე და ირთვება ეს ეგრეთ წოდებული მოჯადებული წრე, მანკიერი წრე, რომლიდანაც გამოსვლა რეალურად საჭიროებს უკვე ორივე მიმართულებით მუშაობას. დიახ, და ყოველთვის პაციენტს კონსულტირებაზე ვეუბნებით ამის შესახებ, იმიტომ რომ გამარჯვების ნაცვლად რომ ეს ციკლის დღეს გეუბნება და ჯერ კიდე არაფერი არ მომხდარა, ესე იგი მისი გონება მთლიანად ამით არის შეპყრობილი და ეს შეპყრობილობა ძალიან ბევრ ცუდ საქმეს უკეთებს. ანუ რაღაც ბლოკს აკეთებს, ხო? ბლოკს აკეთებს, ამიტომ აი კონსულტირებაზე ახსნა განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია. თან პაციენტი ახლა განათლებულია, ბევრ რაღაცას კითხულობს და შენგანაც მოელის. აი მე მაგალითად ხლა ძალიან კოლეგიალური ვარ, მაგრამ ერთადერთი რასაც შედარებით ახალგაზრდა კოლეგებს უწუნებ, ეს არის რომ პაციენტი რაც არ უნდა შენი მიმართულების პრობლემების იყოს მოსული, კონვეირის წესით არ უნდა მიიღო. კონსულტირებას ვიღაცას 10 წუთი ჭირდება, ვიღაცას 40, მაგრამ აი მაქსიმალურად უნდა დარწმუნდე, რომ შენ იმას პრობლემას სიტყვიერად მოუხსენი, აუხსენი, რის გაკეთებას აპირებს. თუნდაც ყველაზე ცუდი პროგნოზი ყველანაირად შეიძლება აუხსნა და უთხრა. ასე რომ ჩვენ ცოტა ფსიქოთერაპევტებიც ვართ, გოგა, ჩვენ ცოტა არა. ხო, ანუ დროს კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი არის, რომ ის აუცილებელი ინფორმაცია მიაწოდო, რომელთაც ადამიანი თავისი პრობლემის ანუ მასშტაბურად სრულად წარმოიდგენს და მე ვფიქრობ, ზუსტად ეს ინფორმირებულობა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ ადამიანს მივცეთ საშუალება იმაში, რომ უფრო უკეთესად დაგეგმოს თავისი განკურნების და კურნალობის პროცესი. მეცაც გეტყვით, ყველა ისეთ კარგ და სახელიან რეპროდუქციულ კლინიკას ავს კონსულტანტი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი. იმიტომ რომ იმდენად ბევრი პრობლემა უკავშირდება,
როგორც უკვე ვახსენეთ, დაწყებული მოზარდობიდან, რეპროდუქციული ასაკი, პერიმენოპაუზა, ტკივილის სინდრომი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კი, და ალბათ ხა ჩვენი პირადი მაინც შეგვიძლია გავაზიაროთ, გამოცდილება, თანამშრომლობა, ბევრი ისეთ გადაულახავ მოუგვარებელი პრობლემის წარმატებით დასრულების ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ მე პირადად და ამაყი იმით რომ თქვენნაირ სპეციალისტთან თანამშრომლობ და მშვიდად ვარ რომ მეგულებით. მადლობა. აი უყურეთ იმიტომ რომ ჩვენ ახლა წეგავს საუბრობდით რომ აი როგორ შეიძლება შეუშალოს რეპროდუქციულ მას ფსიქიკურმა პრობლემამ. ახლა მოდით გადავიდეთ თემაზე თუ პირიქით რეპროდუქციულმა პრობლემამ რა ტიპის და რამდენად ხშირად აი თქვენი გამოცდილებით ის იწვევს უკვე მეორად სხვადასხვა ტიპის მენტალურ პრობლემებს და აი თქვენს პრაქტიკაში როგორ ვლინდება ამას დინამიკაში როგორ უყურებთ როგორ ამოიცნონ ადამიანებმა აი ჩვენ როგორ ვიცნობთ ან სხვა როგორ ამოიცნეს ეს ყველაფერი გუგან ერთის მხრივ ამის დანახვა ადვილია როცა ატყობ ადამიანს დიდხანს ეკონტაქტები პრობლემა ცოტა გაიჭიმა მოუგვარებელია და ამან უკვე შექმნა დამოკიდებულებები და მეორეს მხრივ რთულია იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისანამ დაიწყებოდა ისეთ საუბრებშიც ვახსენეთ რომ ზოგ შემთხვევაში ეს არის სიმპტომი ზოგ შემთხვევაში ეს არის დაავადება. ამ დაავადებას შეიძლება რაღაცა ეტაპმა, ასაკმა, მაგალითად პუბერტატმა, მაგალითად მენოპაუზამ მიცეს ბიძგი, ტრიგერივით იმუშაოს და იქ რეალურად სიმპტომი კი არ არის ის ფსიქონევროლოგიური. დაავადება გამოამჟღავნა ეტაპმა. აი მე ხშირად ამის დიფერენცირება მიჭირს. მე შეიძლება ჩემი კუთხით მივხედო და ამ დროს მაგალითად მოგმართოთ, რომ თქვენც რამე არ გამეპაროს. ერთია რომ კონსულტირების არსი მესმის, ბევრს ვესაუბრები, დეფიციტი აქვს რაიმე ჰორმონული იმას შევავსებ, თქვათ მედიკამენტურად და მეორეს მხრივ შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი. ეს არ იყოს სიმპტომი და ეს იყოს რაღაცა უფრო ღრმა. აი აქ ნამდვილად თანამშრომლობა საჭიროა. ჩვენ ყოლია ესეთი პაციენტები პერიმენოპაუზაში სექსოლოგიური პრობლემებით იცით თქვენ ბევრი ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ მხოლოდ ის კომპეტენცია და მხოლოდ პრობლემის სომატური მოგვარება არ შველის ხანდახან საქმეს. ბესტე დღევანდელი გადაცემისთვის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გადავალე უახლოეს მონაცემებს ლიტერატურას თვალი და ძალიან საინტერესო ციფრი ამოვიკითხე რომ არა მარტო ესე ასე თქვა ბუნებრივად რეპროდუქციულად ან ბუნებრივად როდესაც ხდება ასე თქვა ჯანსაღ არამედ ინვიტროს დროსაც კი იმ ადამიანებში სადაც აქ საუბარია ქალბატონებზე რომელსაც ემოციური ფონი სტრესის ფონი შფოთვა ქონათ მომატებული 20%-ით ნაკლები იყო წარმატებული ინვიტრო შემთხვევები 20% ალბათ ის თუ დავძენთ რომ ინვიტროზე ვინ მიდის ვისაც უკვე აქ რაღაცა ანამნეზი ხანგრძლივი რაღაცა ბუნებრივი ხელშეწყობით ვერ მოხდა ის კატეგორია ვისაც ასაკი სათუოს ქმნის მის შვილოსნობას და რაღაცა სხვა ინტერვენცია საჭირო ან ვისაც ჭირდება მესამე პირის ჩართვა მაგალითად დონაცია ეს იქნება ოციტების ეს იქნება სპერმის დონაცია ხო ესე იგი უკვე პრობლემური პაციენტი მიდის ინვიტროზე ეს თავისთავად რაღაცა მენტალური კუდი მიყვება და შესაბამისად ხო გამოსავალი რა თქმა უნდა სადაც ყველა საქმეში ესე არ არის განწყობები რომ კარგი გაქვს რომ გამოვა იქ მართლაც უფრო კარგად გამოვა აი ძალიან საინტერესო რაღაცა დღეს შევა კოლეგა უნდა მეგობარმა დღევანდელი გადაცემის წინ რაღაცა ჩვენ ესეთ საუბრის დროს რომ გითხრა და რომ გაიგო თქვენ რომ მობჯანდებოდით ეს რაღაცა მითხრა რომ უყურეთ აი როდესაც ადამიანები
ხშირად რაღაც რწმენით მიდიან და რაღაც რიტუალს ასრულებენ, ან რაღაც ადგილზე მიდიან, ხო არის ესეთი ის, რომ ხადი ამ ადგილას მივალ და აქ თქვათ მე არ მინდა რაღაც ეს დეტალებში შევიდე და იქ მისვლა თქვათ, ანუ ამას ალბათ ძალიან დიდი წვლილი არის ზუსტად ამ ფსიქოლოგიური განწყობის და შიმშვიდის, იმიტომ რომ ის რიტუალი რო თქვათ ასე რომ გავაკეთებ ამ ადგილას მივალ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე სიმშვიდეს გაძლევს ის რწმენა რომ მე აი აქ რო მივალ ასე შემდეგ ანუ მე სიმშვიდეს გაძლევს და ამ სიმშვიდის ფონზე საკმაოდ სიმშვიდეც მუშაობს აქ დოფამინერგიულ სეროტონინერგიულ გზებზე და ყველა ბიოლოგიური ამინი და ნეიროტრანსმიტერი პრინციპში გარე სიგნალებზე დაანდამოკიდებულია და შფოთიც. როგორც შეიძლება შფოთმა ნეგატიურად იმუშაოს, ისე შეიძლება სიმშვიდე პოზიტიურად იმუშაოს. ინვიტროზე ჩამოვარდა საუბარი და ძალიან საინტერესოა. ინვიტროს პროცედურა ექიმზეც ძალიან აისახება. აი ვერ გეტყვით როგორი მოლოდინია რეზულტატი სიცით და როგორი იმედგაცრუება რამე რო არ ხდება მარტო პაციენტს არ ემართება ჩემთვის პირადად როგორც ექიმისთვის ძალიან სტრესულია იმიტომ რომ ამაში თითქოს რაღაცა ბოლო პასუხია ხო ბოლო მოლოდინია ფინანსურად საკმაოდ დატვირთულია ეხლა ეს საკითხი სასაუბრო არ არის მაგრამ ზოგისთვის არის იმიტომ რომ ეს არ არის ხო მარტივი რამ ესეც ხო დამატებითი სტრეს ფაქტორია ადამიანის სტრესორია და აი უცებ რაღაცა ისე არ არის სერიოზული სტრესი სერიოზული და ძალიან სერიოზული აღტაცება როდესაც გამოდის მაგრამ თქვენც კარგად იცით და მეც რომ დადებითი და პოზიტიური ენერგია იმ ლიმბიურ სისტემაში ძალიან ცოტა ხანი რჩება წარმატების 24 საათიო და ყველა სხვა დანარჩენი რაღაცა 3 წუთი 5 წუთი იმ დღეს ვკითხულობდი და მართლა სახტად დავრჩი ნეგატიური ინფორმაცია გაცილებით დიდხანს რჩება თურმე და ალბათ აი აქ როცა ჩვენ ფსიქოგანათლებაზე, ზოგადად განათლებაზე და ინფორმირებულობაში საუბრობდით, ეს შესაძლო წარუმატებლობის სწორად მიწოდება და ინფორმირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ ინფორმაციის გარეშე ადამიანებს ზოგადად ძალიან უჭირთ მერეთითონ პროცესს მართვა და ამათ ყველაფერი უნდა უთხრა. თუ ამ გზას დავადექით, თუ გამოვიდა, შემდეგი რა ეტაპია, რა ხიფათი ახლავს. თუ არ გამოვიდა, რატომ შეიძლება და არ გამოსულიყო, რა შანსი მაქვს, რა რისკი მაქვს, პაციენტებმა იციან სხვათა შორის ეს უკვე საკმაოდ განათლდნენ და აი ლამის პროცენტებში გეკითხებიან, რომ რა რისკი მაქვს, რა შანსი მაქვს, ეს ყველაფერი უნდა აეხსნას. მე ერთი შემთხვევა რომ გავიხსენო ამ სტრესთან ასოცირებული, ანუ 40 წელს გადაცილებული ადამიანი იყო, რომელსაც მრავალწლიანი 15 წელზე მეტ წლიანი უშუალობის ასე ვთქვათ გამოცილება ჰქონდა და მე აბსოლუტურად სხვა თემაზე მოხდა მის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია და აი ამ ტრაგედიის გამო საჭირო გახდა ანუ მისთვის ასე ვთქვათ აი ამ სტრესის შემცირება და მკურნალობა და აი ამ მკურნალობის ფონზე სულიად სპონტანურად აბსოლუტურად დაორსულდა მოხდა თვითონ ორსულობა მაშინ როდესაც 15-20 წელი იყო მრავალი ყველანაირი ტიპის ანუ მკურნალობა ჩატარებული მე მგონია რომ გონების გადაწყვეტაც არის პრობლემით ანუ რაღაც ისეთი ის არისო და აი არადიფერენცირებული როგორც ექიმები ჩვენ ვეძახით ხოლმე როდესაც ვიცით რომ არის ეს პრობლემა მაგრამ ზუსტი კონკრეტული მიზეზის დადგენა ყოველ შემთხვევაში გამოკვეთილი მიზეზის ანუ შეუძლებელია. მეტიც მე ვიტყოდი, რომ მარტო ჰორმონალურ სისტემაზე არ არის გავლენა, თვითონ ენდომეტრიუმზეც, ანუ სეროტონინი, ხო, ეს საინტერესო მიგდება იყო ჩემთვის. იცით ბერძნულად როგორ ქვია საშვილოსნოს? ჰისტეროს. სიტყვის ფუძე ჰისტერია და ჰისტეროს? ხო. ისტერიულობა რომ გადავთარგმნოთ ისტერია შეიძლება არის ყველასთვის დიახ ბევრი რამ არის დამოკიდებული მაგაზე თუ არ ჩავთვლით რომ ირიბათაც და პირდაპირაც როგორც რეცეფციის თვალსაზრისით იმიტომ რომ საშვილოსნოს ლორწოვანი რამაც უნდა მიიღოს ასე ვთქვათ ორსულობა
საიდანაც მოდის მენსტრუაცია, უხეშად რო ვთქვათ, მისი რეცეფცია არის ციტოკინურ სისტემაზე დამოკიდებული, ბიოაქტიურ ნივთიერებაზე, კინინურ სისტემაზე, რომელიც ასევე ცენტრალური რეგულაციით გამოირჩევა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა პირდაპირ გზით ჰორმონალური სამყაროც ენდომეტრიუმზე მოქმედებს, ასე რომ ენდომეტრიუმს ორი დიდი ასე ვთქვათ რეზერვუარი აქვს, რაზეც უნდა ირეაგიროს ჰორმონული სამყარო, რომელიც შეიძლება სტრესისგან დაზარალდეს და ციტოკინური სამყარო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ციტოკინური ალბათ შემდეგი გადაცემებისთვის საინტერესო შემოიტანეთ, როცა ჩვენთან იმუნოლოგი, იმუნიტეტის სპეციალისტი იქნება, იმიტომ რომ ესეც მართალია, რომ ეს გადაცემები ტეტ-ა-ტეტ არის, თორემ მეც სიამოვნებით მესამე მსმენელად დავჭდებოდი აქ. გუგა, კიდევ ინვიტროს გარშემო ვტრიალებ და ხო არსებობს რაღაცა პროტოკოლები საერთაშორისო ინვიტროსი. მაგალითად იმ პროტოკოლში არის ფსიქოლოგის კონსულტაცია. რომ ამ პროცედურისთვის, რაც პაციენტს ენიშნება, რამდენად არის მისი ფსიქიკა მზაობაში. მე მყოლია პაციენტები, სადაც დადებითად გადაწყვეტილა და მე უკვე იმას დაეწყო იმ ორსულობის შიში, რომელიც მიიღო. ხვდებით? მე უკვე ეს შფოთვა სხვა მიმართულებაში გადაუშვა. აკვიატებულ შიში. ასე რომ თან საინტერესოა, მაგრამ თან ძალიან რთულ სამართავად. აკვიატება ხა პრინციპში ბურთი შემოედაზე გადმოიტანეთ, სადაც შეეხეთ, აკვიატებებს, რომელიც ალბათ ობსესიები, ასე ვთქვათ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება და საინტერესოა, როცა ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ზუსტად როდესაც შეიძლება ადამიანს ქონეს ერთჯერადი რეაქცია ძალიან ძლიერი ნებისმიერ სტრეს ფაქტორზე, თუნდაც ეს ხო საშუალოა მძიმე სტრესი ამსუბუქი, მაგრამ ის თუ რამდენად ეს შიში, ეს აკვიატებული შიში დარჩება მას ფსიქიკაში, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერი სიმძიმის ერთჯერად სტრესს გადავიტანთ საკმაოდ ადვილად და ის დავიწყებას მიეცემა და ტარსულს ადვილად ჩაბარდება, მაგრამ თუ აქვს ადამიანს აკვიატებისკენ მიდრეკილება, მას შეუძლია თუნდაც საშუალო სიმძიმის სტრესის დროს ეს შიში აიკვიატოს პირდაპირ, ასე ვთქვათ. და შეიძლება რომ წლები და მრავალი წელი შეიძლება რომ ძალიან დატანჯოს და სერიოზული გავლენა მოახდინოს. უნაყოფობის თერაპიამ, ცოტა პრობლემურმა, დროში გაწელილმა, ფინალურად ინვიტრომ ან თუნდაც წარმატებულმა შეიძლება რომ იმუშაოს როგორც ტრიგერი, კი, არა მარტო წარმატებულმა მკურნალობამ შეიძლება ექიმის ერთმა არასწორმა ფრაზამაც კი იქონიოს და თქვენ ბრძანებდით იმაზე თუ რამდენად ზოგადად ყველა სპეციალობის ექიმები ობიექტურობის დაცვით, იმიტომ რომ ამას ხაზი გაუსვათ, იმიტომ რომ რაღაცის სწორად მიწოდება არნიშნავს, რომ პაციენტს უნდა სიმართლე დაუმალო. არა, სიმართლე უნდა უთხრა უბრალოდ მიწოდების ფორმას, რა ეტაპზე როგორ მიაწოდე, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია და ეს მე როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა მინდა ღიად დავაფიქსირო, როდესაც ზოგჯერ სამწუხაროდ ხდება ხოლმე სპეციალურად ასე ვთქვათ დამსუბუქება პრობლემის, ეს შემთთვის კატეგორიულად მიუღებელი და არასწორია, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს პრობლემის არსი, პრობლემის მიმდინარეობა, შესაძლო ხანგრძლივობა, როგორც დაავადების, ასევე მკურნალობის, იმიტომ რომ თუ მისი მოლოდინები არ იქნება სწორი, ის ვერასდროს სწორმართოს ვერ მოახდენს თავისი პრობლემის მკურნალობის. ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ რამდენი ხანი დამჭირდება ექიმო წამალი, რომელიც არა მარტო ჩვენ სფეროში, ალბათ სფერო არ არის, სადაც ამ კითხვაზე პასუხს ერთმნიშვნელოვნად არ მაღალი ალბათობით ექიმი წინასწარ მისცემს, ხო? და აქ გააზრებულად მით უმეტეს ან არ ცოდნით თქმა რაღაცა მინიმალური ვადის, ზოგჯერ ეს ხდება ზუსტად წამლების ნაადრევად შეწყვეტის მიზეზი, რაღაცა ზოგჯერ კიდევ უფრო მეტ პრობლემამდე და გართულებამდე მივყავართ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად თავარი არის
პროცესის დინამიური მონიტორინგი, დაკვირვება და ინდივიდუალურობის ელემენტის შემოტანა და რა თქმა უნდა, ექიმის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისერება, პლუს ამას ემატება პაციენტის ინფორმირებულობა და სწორი განსჯისუნარი ერთობლიობაში ალბათ ყველაზე სრულფასოვანი მკურნალობის საწინდარი არის ზოგადად. ნამდვილად. ხო, და მაკა მოკლედ წეგან თქვენ ძალიან საინტერესო ნაწილს შეეხეთ, იმიტომ რომ რეპროდუქტოლოგია ხშირად აღიქმევა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შვილოსნობასთან არის ასოცირებული, რომ ორსულობა დადგება თუ არ დადგება. რეალურად ეს არის თვითონ რეპროდუქციული სისტემა ადამიანის, ხო, ქალებში და კაცებში ჰორმონალური, რომელსაც იმ ეტაპამდეც კი, როდესაც თქვათ ადამიანი არ გეგმავს, ხო? მანამდეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრების და თქვენ შეეხეთ, რომ თქვათ იგივე ეგრეთ წოდებულ თქვათ თუნდაც გარდატეხის ასაკში რამდენად მნიშვნელოვანია ამ სისტემის მართვა და ზუსტად იმ კონტექსტში ფიზიკასთან კავშირი. გუგა, დიახ შევეხე, იმიტომ რომ რადგან ესეთი კარგი სასაუბრო გარემო შეიქმნა, მინდოდა სრულყოფილად ამ კავშირებს შევხებოდი, რაც ჩვენ ორ დარგ შორის არის. დიახ, ადამიანს სხვადასხვა ეტაპზე რეპროდუქციული პრობლემები რაღაცა გარკვეულ მენტალურ პრობლემებსაც უქმნის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს არის პუბერტატი, გარდატეხის ასაკი. როცა ადამიანისთვის ამ ეტაპზე ძალიან ბევრნაირი ზაჯვარედინია, გზა გასაყარია. ერთი ის ზრდასრულობაში შედის. ეს პროცესი თვითონ ფენოტიპურად, გარეგნობით მოწონს თუ არა, მეორე საკითხი, არავის არ მოწონს. იზრდება იქ რაღაცა ესთეტიური პრობლემები, კანის ფსიქიური პრობლემები, დამოკიდებულებები თანატოლებთან, ზრდასრულებთან, უმცროსებთან, ყველაფერი ეცვლება. და მეორეს მხრივ ეს არის ფიქრის ეტაპი, როგორი იქნება მისი შემდგომი ცხოვრება. თუნდაც კოგნიციური გადაწაბვა, ხო, სწავლის პროცესი და ასე შემდეგ. ყველა ადამიანს აქვს თავისი სტრესის ზღურბლი, როცა შეუულია, რომ ეს ზღურბლოვანი სტრესი აიტანოს, გადახარშოს. აი მოზარდს ეს ლაბილურია ჯერ. ამიტომ ყველაფერი სტრესს აყენებს და სტრესის მიმართ ძალიან მოწყვლადია. საშინელი სიტყვა ეს არ მიყვარს რატომღაც, მაგრამ აქ კარგად მიესადაგება. ამიტომ ეს თვითონ უქმნის ისედაც ჯერ ვერ ჩამოყალიბებულ ჰორმონულ სამყაროს პრობლემას და მეორადად ჰორმონული სამყაროც ამაზე მოქმედებს. ყველა იმ მიმართულებით, რაც ჩამოვთვალე. შეიძლება არაფერი, ეხლა ჩვენთან რატომ უნდა მოვიდეს, ხო, ვთქვათ, სიკლის დარღვევა აქვს, იმნეულობა აქვს, იქ გარკვეული გიპერანდროგენული მარკერები აქვს სახეზე და ამიტომ მოგმართოს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების გარეშეც უნდა მოგმართოს, რომ სწორად დააწყოს და არ იცოდეს, რომ ეს არის განსაკუთრებული. შენ ვერძეც ისიც განსაკუთრებული, იმასაც იგივე აქვს. მშობელმაც უნდა იცოდეს, რომ ეს სტრესული პერიოდი აქვს და კი არ ვეჭიდაო, თაობებს შორის ომი კი არ გავმართო, გვერდზე დაუდგე. ისევე როგორც ოჯახმა და შვილმა უნდა იცოდეს, რომ უმცროსმა თაობამ რომ პერიმენოპაუზაში თუ ეგრეთ წოდებულ ანდროპაუზაში იქ ხელი უნდა შეუწყო. ანუ ცხოვრების ყველა რეპროდუქციული ეტაპის ცვლილებას რაღაცა სხვა ენერგეტიკა, სხვა ჰორმონული სამყარო, სხვა პრობლემა მოსდევს და ეს ძალიან გასათავისებელია. ხო, თან ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრების ეტაპია ეს, როდესაც რეალურად ძალიან ბევრი რაღაცის ჩამოყალიბება ხდება და არა მარტო ფიზიკურ დონეზე. და ამაზეა დამოკიდებული, როგორი გექნება შენ სომატური და ფსიქიური ჯანმრთელობა ზრდასრულობაში. როგორ დაიყვან საკითხი. ამ ეტაპზე მართლა ძალიან, აქ არის ბუნებრივი რყევები და ცვლილებები, როგორც ახსენეთ, რომელიც დიახაც ასე უნდა იყოს და რაღაცა ზღურფარგლებში ეს არის, ანუ ასე თქვა, ნორმა და ამას არანაირი ჩარევა და კორექცია არ ჭირდება, თუმცა რაღაცა საზღვრების მიღმა ამას კორექცია ჭირდება, იმიტომ რომ შესაძლებელია, რომ ისევ ის მანკიერი წრე ჩაერთოს და პრობლემური მიმართულებით კიდევ უფრო გამძაფრდეს აქ, რასაც გამოვყოფდი და რჩევას მივცემდი ყველას, ასე ვთქვათ, ამ ასაკში. ეს არის ალბათ
თანამედროვეობის და განსაკუთრებით დღევანდელი ეგრეთ წოდებული მოწყობილობების და ეკრანების და ტელეფონების გამოკიდებულება ძილის დარღვევა და ძილის პროცესი, რომელიც არა მარტო პირველადად იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისტრესს და დარღვევას, არამედ პირდაპირ ახდენს გავლენას ჰორმონალურ სისტემაზე, იმიტომ რომ ჩვენ გადაცემის წინ მელატონინზე საუბრობდი და მის ასე თქვათ აქტუალურობაზე და მელატონინი მაინც რომ თქვათ ეს არის ჰორმონი და მას პირდაპირი გავლენა აქვს ასევე ჰორმონალურ სისტემაზე, პრაქტიკულად ყველაფერს და მათ შორის განსაკუთრებული ჰორმონალურ სისტემაზე, ამიტომ როდესაც ალბათ რეპროდუქციული სისტემა ყალიბდება და სწორად ყალიბდება და მერე მის ხარვეზების გამო მოგვიანებით ვიმკითხავ სამწუხაროდ ცუდ შედეგებს ზუსტად და ზოგჯერ მაშინვე. დიახ, თავში შესაძლებელია რომ იგივე არსებობს თინეიჯერის რეჟიმი. ასე ქვია, სტანდარტული. რიჟ-რაჟის დროს დაძინება და დღის ძილი აბსოლუტურად მელატონინის გარეშე არის სრულიად ფუჭი, ვერ აღადგენს იმ დეფიციტს. ღამე გაჯეთთან ურთიერთობა, ძილის ნაცვლად. ვებითი თავისებურებები, ამაზე დღეს არ ვისაუბრებ, თუმცა ეს ჩემს სფეროსაც სერიოზულად გადმოწყვეტება და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზეც ვსაუბრობდით, სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ ყვებითი თავისებურებები თვითონ რო აპირებს, რომ არაჯანსაღად დაიკლოს, რომელიც ხანდახან მეორე პოლუსია და სერიოზულ პრობლემებს აყალიბებს, თქვენი თვალსაზრისითაც და ჩვენი თვალსაზრისითაც. და ამ მიმართულებითაც საერთო პაციენტები ყვებითი დარღვევები არის ერთ-ერთი ის თემა, რომელიც უნებრივია, ეს არის პირველადად ფსიქიკის პრობლემა, თუმცა ზუსტადაც რომ ენდოკრინოლოგიური და რეპროდუქტოლოგიური კუთხით ძალიან მკვეთრ ცვლილებებს იწვევს ხოლმე და აქ უკვე ორი არა, აქ უკვე 3 და 4 სპეციალობის ჩართვა და მათი გუნდური და ჰარმონიული მუშაობა არის ხომ საკრალოდ მნიშვნელოვანი. გუგა, იცით კიდე სად ვიკვეთებით ხშირად? ეს არის პრემენსტრუალური სინდრომი, როგორც ადამიანები იცნობენ მენსტრუაციის წინა სინდრომი. ოღონდ მისი განსაკუთრებული ფორმა, რომელიც თავის დაავადებათა ნომენკლატურაში და რეესტრში, როგორც პრემენსტრუაციული დისფორია, ისე შეიტანა ფსიქიატრიულმა სამყარომ. ჩვენც ესე ვიცნობთ უკვე დისფორიის სახით. სადაც უფრო ფსიქოლოგიური სიმპტომატიკა სჭარბობს, ვთქვათ, სომატურს. შეიძლება ერთიც კონდეს მეორეც, მაგრამ უფრო ღრმად გამოხატული, დროში გაწელილი და რაც ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. ესე იგი, მსუბუქად გამოხატული ყველა შეიძლება კონდეს. მსუბუქი დისკომფორტი, რაც გამცნობს, რომ რამდენიმე დღეში უნდა მოვიდეს. ზოგი ამას დაავადებად არც აღიქვამს. ზოგი გეუბნება, ისე მაქვს როგორც უნდა მქონდეს, არ უნდა ქონდეს პრინციპში არანაირად. მენსტრუაციაც ისეთივე ფიზიოლოგიური მდგომარეობაა ქალისთვის და დისკომფორტს არ უნდა გექმნიდეს, მაგრამ როცა დაავადებად ყალიბდება, პათოლოგიური სიმპტომო კომპლექსი და დღევანდელ რეესტრში არის 125-ზე სიმპტომზე მეტი აღწერილი, რომელიც მენსტრუაციამდე აქვს და მენსტრუაციის დადგომასთან ერთად ქრება. და შეიძლება თქვენი პათოლოგიით მიმდინარე ადამიანებს პრემენსტრუალურ პერიოდში ეს ყველაფერი უფრო უმწვავდება ვიდრე მძაფრად იყოს. დისფორია მაინც რომ განმარტოთ, ეს არის რაღაც შინაგანი დაძაბულობის, მომატებული გაღიზიანების, მოუსვენრობის, ზოგჯერ ამ დროს ადამიანებს ბრაზის კონტროლი უწევთ, უფრო იმპულსურები არიან, უფრო ბევრი სიმპტომის ნაკრებია. ხო. დისფორია შეიძლება ამ ძალიან ბევრი კომპონენტისგან, ან მათი ნაწილისგან შედგებოდეს. და ეს დისფორიაც სომატურ სიმპტომებთან კავშირშია, მადის გაძლიერება, შესაბამისად მეტიკოება, იქ ვთქვათ, სითხის შეგუბება, შეშუპება, უამრავი ფაქტორი, რომელიც ერთმანეთთან კავშირშია. ფიქრობ, მომავალში უკვე მე მგონი არა ორი სპეციალობის, არამედ 3 და 4 სპეციალობის ასე იდეები მოვიდა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც საკითხებს შევახეთ, როდესაც უკვე კიდე ჩვენი ორი
ასე თქვა სპეციალობის მიღმა კიდე სხვა სპეციალობის კომპეტენციებსაც მოიცავს და არ გამომტოვოთ. ეს კიდე უფრო აუცილებლად. არ შეიძლება რომ არც თქვა პერიმენოპაუზაზე, გარკვეულწილად უკვე შევეხე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ იმ ეტაპამდე, როცა განილევა რეპროდუქციული ფუნქცია. დღეს მაგალითად ასეა ცნობილი, რომ 21 საუკუნის მეორე ნახევარში დაბერების ეფექტური თერაპია შესაძლებელია და ძირეული ასპექტები რეპროდუქციული სისტემაა, იმიტომ რომ რეპროდუქციულ დაბერებას მოსდევს სომატური, ანუ აი გარდაუვალი, ხო? ონტოგენეზურად გარდაუვალია, მაგრამ აი იმის და მიხედვით, როგორც წარიმართება ეს ეტაპები სწორად, ამან შეიძლება გადაინაცვლოს და უკვე გადაინაცვლა. აი ჩვენ თვალწინ ლამის ბოლო 50 წელი სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე ეს იყო ადრე. ეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზეც აისახა და ძალიან ბევრ სხვა ფუნქციაზეც. აი შეჯამებისთვის ალბათ მაინც რაღაც რეკომენდაციები ალბათ ცუდი არ იქნება, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ანუ რეალურად რაზე ჩვენ მივსჯელეთ, ეს ადამიანებს პირიქით ჩვენ უნდა ანუ კი არ უნდა რაღაცა მეტად ამ ინფორმაციის საფუძველზე კი არ უნდა შეგვეშინეს აი ნახე ეს ამასთან კავშირში რამდენი მიხედვა ჭირდება რამდენად რთული არა. პრინციპში ეს ინფორმაცია ადამიანებს უნდა დაეხმაროს იმაში, რომ უბრალოდ სწორად შეაფასონ და პრობლემა გადაჭრან. აქ არაფერი ისეთი გადაუჭრელი არ არის, უბრალოდ აქ არის სწორი მართვა, სწორი დამოკიდებულება და ექიმის სწორი პოზიციონირება იმისათვის, რომ ანუ აღმოიფხრას უფრო ეფექტურად კიდე ერთ შევეხები თუ შეიძლება, მე ჩემ პაციენტებთან ასეთი რამ მქონია, ჯერჯერობით მაინც არის ჩვენ საზოგადოებაში სტიგმატიზაცია სიტყვა ფსიქიატრის. თვითონ პაციენტები იძახიან ნევროლოგთან მივდივარ. ანუ ეს უფრო ამშვიდებს. ამ დროს ნევროლოგი სხვა მიმართულების არის, ხო? სიტყვა ფსიქიატრის, ფსიქიატრიული დახმარების, ფსიქოლოგიური პრობლემის აღიარება ცოტა რთულია. კი, რთულია. ზოგადად მედიცინა ზოგადად სტიგმატიზირებულია, სტიგმა არა მარტო ფსიქიატრია, ჩვენც ექიმებიც ხშირად მაგალითად სტომატოლოგსაც კი ძალიან გვიჭირს ხოლმე მისვლა და ასე შემდეგ. და ზოგჯერ უფრო რაღაც იძულებითი ნაბიჯია ხა ჩვენ წინა გადაცემებში თქვა არითმოლოგი სტომატოლოგთან მისვლა ეთყობა თქვენ გეშინიათ იმ რაღაცეების და იმიტოთ შიშის ფაქტორია თორე სტიგმატიზირებული შეიძლება სხვა რამის გამო. პრინციპ სტიგმა შიშია, რაღაცის გვეშინია და იმიტომ სტიგმატიზირდებით, იმიტომ რომ იქ აღიარების ეშინიათ, რომ ფსიქიატრიული პრობლემაა თუ არა. იმიტომ რომ პიროვნებასთან არის ასოცირებული. აქ არის საინტერესო. უყურეთ, აბსოლუტურად დამასწარეთ ხა მაგა თქვენ, იმიტომ რომ იქ თუ არის უბრალოდ ჯანმრთელობის რაღაცა, ვთქვათ, შიში და სხვა ტიპის სტიგმა, ჩვენთან მეორე ფაქტორი ემატება. ანუ ეს არის მის პიროვნებასთან ასოცირებული, ანუ ადამიანი აღიქვავს, რომ თუ მას გარკვეული მენტალური პრობლემა დაემართა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ის არის პიროვნულად სუსტი. რაც აბსოლუტურად არის შეხედულება, იმიტომ რომ აი თქვენ ახსენეთ, თქვათ, ფიზიოლოგურ ანატომიურ დონეზე როგორია კავშირი, ანუ ფსიქიკასაც აქვს თავისი, თქვათ, ჩვენ რეპროდუქტოლოგიას თუ აქ პირობითად ამბობ, თქვათ, საკვერცხია, სათესლი ჯირკვალი კაცის შემთხვევაში, ანუ ფსიქიკასაც აქვს ასეთი, ასე ვთქვათ, ორგანო, ეს არის ჩვენი ტვინი. ხო ესე, ამიტომ იქ ტვინში თუ ქიმიური პროცესები დროებით, ანუ ხანგრძლივად რაღაცა აირია, ცოტა სხვანაირად მუშაობს, ეს რაღაცნაირად ჩვენი მენტალური სიმპტომებით გამოვიდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ პიროვნულად ვართ სუსტები, მეტიც ვიტყვი, რომ პიროვნული სიძლიერე არა პრობლემის არსებობაში გამოიხატება, არამედ გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ რამდენად ვართ მზად ეს პრობლემა გადავჭრათ. და იყავით და ვიყოთ ყველა მზად და მოემზადოთ და დღეს მედიცინა საბედნიეროდ ბევრი შესაძლებლობები აქვს. ადრე თუ იყო მედიცინა უფრო იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემებისგან დაეცვა, ანუ სიცოცხლე გადაერჩინა. დღეს უკვე საუბარია უმეტეს შემთხვევაში არა სიცოცხლე არ გადარჩენაზე, არამედ იმაზე, რომ ხარისხზე.
რომ ადამიანმა ხარისხიანად იცხოვროს და აი ეს რასაც ჩვენ ზოგად კეთილდღეობას ვეძახით, ანუ ამ კეთილდღეობის ბევრ ფაქტორთან ერთად ეკონომიური, სოციალური ასე შემდეგ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არის მენტალური და ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობა და ამ ორი ფაქტორის გარეშე, ანუ კეთილდღეობის, სტაბილურობის და ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია. მივედით ისევ რეპროდუქტოლოგიის განმარტებაზე. რეპროდუქციული ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. ძალიან დიდი მადლობა, ბაკა, სტუმრობისთვის, ასეთი საინტერესო და ვფიქრობ სასარგებლო ჩვენი დისკუსიისთვის და საუბრისთვის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენ იცით თქვენ ჩვენი კლუბის შესახებ, ეს არის კლუბი ექსპერტები მენტალური ჯანმრთელობისთვის. ეს არის კლუბი, სადაც გამორჩეული ადამიანები, ექიმები და არა მარტო ექიმები, ანუ უერთდებიან, ამ კლუბის წევრები ხდებიან იმისათვის, რომ თავისი წული შეიტანონ, ან უკვე თავისი ცხოვრებით, თავისი პროფესიული მოღვაწეობით უკვე შეიტანეს საქართველოში ამ მმართველების განვითარებაში. თქვენ ძალიან მრავალი წელია შეგაქვთ დიდი წული არა მარტო თქვენი დარგის, არამედ მათ შორის ჩვენი დარგის განვითარებაში, სტიგმის მოხსნაში ძალიან ეხმარებით ამ მმართველებით და ამიტომ მე მინდა რომ გადმოგცეთ ჩვენი საპატიო კლუბის წევრობის დიპლომი და დიდი მადლობა, დიდი პატივია ჩემთვის. მადლობა. ეს ჩემს სამუშაო სივრცეში საპატიო ადგილს დაიკავებ. მადლობა, უბრალოდ მადლობა. მადლობა.